და აფრიკაში მყოფი საზოგადოება, რომელსაც არ აქვს განათლება მართლმადიდებლობაზე, არ არის ტელეფონი და ასე შემდეგ, მათი ცხონება როგორ მოხდება? რაიმე გვაქვს ამასთან დაკავშირებით? ანუ სხვაგან რო დაიბადა ადამიანი, მასი ცხონება როგორ მოხდება? ესე იგი, შვილო, ძალიან კარგი არის, რომ ჩემი ახალგაზრდობის დროს საბჭოთა კავშირში დავიბადე შვილო მე. და ახალგაზრდა ვიყავი საბჭოთა კავშირში რო დაიშალა. ხო და იყო ასეთი ლოზუნგი, რაღაც ერთი პერიოდი იყო, რომ ჰოლანდიაშიო ძალიან გაიზარდაო ლოთებიო და როგორ უშველოთო. ამ დროს საბჭოთა კავშირში იმ დროისაც განსაკუთრებით რუსეთში ლოთებით იყო სავსე ქვეყანა. ანუ მოდი მე სახარებაში ასე დამეწერია, ყურნალო ჯერ რო გადაარჩინე შენი თავიო და მერე დაიწყე სხვების გადარჩენა. კარგია რომ ჩვენ ზრუნავთ სადღაც აფრიკაში დაბადებულ ადამიანებზე, კარგი არის ეს. კარგია რომ ზრუნავთ ჩვენ მაგალითად ავსტრალიაში ჩასული ხალხია, მე ამდენადაც ვიცი, ჩასული ხალხია. ადგილობრივ მოსახლეობა არ ამგონია, არ შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მგონი არა. კარგია რომ ზრუნავთ ლათინო ამერიკელებზე, კარგია ეს. კარგია რომ ზრუნავთ მაგალითად ტიან-შანის მთებში ცხოვრებ ადამიანებზე, მაგრამ მოდი ჯერ ჩემო ძვირფასო გელა ვიზრუნოთ ჩვენ თავზე. ჩვენ რამდენად ვართ ქრისტიანები. ჩვენ რამდენად ვცდილობთ ჩვენი თავი გამწვიდოთ ცოდვებისაგან და დავაახლოვოთ ღმერთს. ჯერ განკურნებ ექიმო შენი თავი და მერე განკურნე სხვებიო. რამდენად ვაკეთებთ ჩვენ მაგას? მოდი ჯერ ეგ გავაკეთოთ. და როდესაც ჩვენ გავხდებით კარგი ქრისტიანები, მაშინ მთელი ქვეყანა რომ მოდი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ხო ცხოვრობს ახლა არჩევნებში მონაწილეობს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. ანუ სრულწლოვანი ადამიანი ხო 2 მილიონი. 2 მილიონი მართლმადიდებელი მისიონერად რო გადაიქცეს ახლა საქართველოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ დედამიწას ვეყოფით მისიონერობისთვის. წები რას ვამბობ? თუკი ჩვენ მართლა ვიქნებ მისიონერობის ვეყოფით, ნაწილი აფრიკაში წავალთ, ნაწილი ჩინეთში და ტიან-შანის მთებზე წავალთ და ნაწილი ლათინო ამერიკაში. და მთელ დედამიწას მოვახცევთ. ჩვენ რომ მართლა 2 მილიონი ქრისტეს ჭეშმარიტი ერთგული ადამიანები ცხოვრობდეს აქ. ხო არა 2 მილიონი ამჩეველი. მართლა გადავარჩენ დედამიწას და უბრალოდ ლაპარაკით, ჩემო გელა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, რომ ვთქვათ ისინი ახლა დედა გადავარჩება თუ არა ნეტა ან მამაომრაგორ გაცა პასუხ, ამითი ვერ გადარჩებიან. ვერც ისინი კი არა, ვერ ჩვენ. მადლობა ამ შეკითხვისთვის.